უწყვეტი პროტესტის 207 დღეს ონლაინ მედიის მხარდასაჭერად თბილისში ფანრების მარში გაიმართა. მედიის წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები საპროტესტო მსვლელობით რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მივიდნენ და თავისუფალ მედიას მხარდაჭერა ამგვარად გამოუცხადეს. თავისუფლება მზიას, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს სკანდირებდნენ მოქალაქეები. პარლამენტის წინ ორგანიზებული იყო ონლაინ მედიის გამოფენა. აქციის მონაწილეების თქმით, დღევანდელ ვითარებაში თავისუფალი მედიის არსებობა უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან მედია მოქალაქეების ინტერესების, სიმართლის და დემოკრატიის ერთ-ერთი იშვიათი მცველია. პირველი რიგში ობიექტური და სამართლიანი მედია გვჭირდება იმისთვის, თუნდაც სასამართლო პროცესების დასასრულებლად ალბათ ერთადერთი როგორ ვთქვა, ნაკლი მაგალითი იყო იმისი, რომ აი საზოგადოებას აწვდიეს სწორი ინფორმაციას, რეალურად რა ხდებოდა, გადარუხებული იყო და ასე და ასე შემდეგ. მეორე ამბავი ის არის, რომ ქვეყანაში რა პრობლემაც არ უნდა იყოს, ალბათ პირველი რაც ადამიანს გახსენდება იმედად, რომ სადღაც შენი ყვან გაჟღერდება, ეს არის მედია, ეს იქნება ონლაინ თუ სატელევიზიო რადიო საშუალება არ აქვს ამ ქვეყანაში მნიშვნელობა და არის ის, რომ მაგალითად აი რეგიონებსაც თუ ავიღებთ, რეგიონებში უფრო ჭირს ხოლმე ინფორმაციის მიწოდება და ალბათ ტელევიზია ესე ვიტყოდი, აი უფრო ინტერნეტთან გადავკავშირებთ, ტელევიზია ალბათ არის პირველი რის საშუალებითაც ადამიანს შეუძლია რომ იცემ გაარკვიოს ინფორმაცია და ადამიანებს აუჩნდათ თუნდაც ის სიტუაცია, რაც დღევანდელ საქართველოში ხდება, ხო? როარ ყავდეს ობიექტური მედია საშუალებები, ალბათ დღევანდელი სიტუაცია კიდევ უფრო მეტ ადამიანს არ ეცემა. შესაბამისად ის რაღაცა მაგიტომაც მიიღეს ის კანონპროექტები, რომ გაეჩვენებინათ რაღაცა დააწესეს, იმაში შეუწყდეს და ყველაფერი საბოლოო ჯამში გადის ისევ თავისუფალ სიტყვასთან, რომელიც იქ ჩამოშობაც უნდა და ალბათ ვფიქრობ, რომ ეგ არის უფრო როგორ ვთქვა, პირველი განმაპირობებელი რამაც ამ პროტესტის გაახარჯვა შეიძლება არის, რომ ვერასდროს ვერ ვეგუებით ხოლმე იმას, რომელსაც ეს ინტერესში იწერენ და ის ამოღება არ შეგიძლია, მე უფრო ხმამაღლებული ხარ და ზუსტად ეგ გამოჯახდია. ეს კანონპროექტები რაღაცნაირად გვახშობენ, რაღაცნაირად გვავიწოვებენ და უფრო ხმამაღლებული ვარ. ეს დღეს მარშისიეთ არ უნდა ჩაქრეს, რომელიც არის 22 ონლაინ მედიის ერთობლივი კამპანია. კამპანიის მიზანი არის, რომ მკითხველი და მხარდამჭერები დამოუკიდებელი მედიის გააერთიანოს მხარდასაჭერად და ასევე იმის სათქმელად, რატომ არის მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი მედიის არსებობა. დამოუკიდებელი მედიის არსებობა არის იმისთვის მნიშვნელოვანი, რომ სიმართლე არ გაქრეს, ვიყოთ ადამიანები, რომლებიც გავაშუქებთ სიმართლეს, გავამხილოთ მთავრობას, გამოვავლოთ კორუფციას, გავაკეთოთ გამოძიებებს, ანუ დამოუკიდებელი მედიის გარშემო ეს ყველაფერი არ იქნება და ვერ გავიგებთ, როცა ირღვევა ადამიანის უფლებები, როცა მიზანშეუწევად იხარჯება ფული, როდესაც იცვლება ქვეყნის კურსი, ხალხის არჩევანის საწინააღმდეგო და ასე შემდეგ. რატომ არის მნიშვნელოვანი მედიის არსებობა? ეს იყო დღევანდელი მარში და სიმბოლურად ადამიანებმა მოიტანეს ფანრები, რომ მოკეთ სიმართლე არ იქნება. რა თქმა უნდა, ეხლა ეს ძალად შორიდან უნდა დავიწყოთ ალბათ მედიაზე ვლაპარაკობთ და უნდა დავიწყოთ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, ამ საბჭოთა კავშირის დანგრევიდან მოყოლებული, რაც ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია და პირდაპირ ღვაწლი უნდა დაერქვას იმას, რაც მედიამ აკეთებს მომდენი წლის განმავლობაში. მილიონი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას, რაც გაზარდა საზოგადოება, მათ შორის კარგ თემებზეც ლაპარაკობდა მედია, მათ შორის ლაპარაკობდა რთულ თემებზე და ეს ყველაფერი არის დემოკრატიასთან გადაჯაჭვული და ამის გარეშე თუნდაც თითოეული ჩვენგანის გარეშე თითოეული ჩვენგანის ცხოვრება მედიის გარეშე აბსოლუტურად წარმოუდგენელია მიუხედავად იმისა, რომ დღეს სხვადასხვა სახის მედიები არსებობს და შეიძლება ესე ტრადიციულად მედია, როგორც ესე ტელევიზია ან ბეჭდური მედია დაკარგულია და თითო ადამიანი მედია, რა თქმა უნდა თვითონ მედიას მზარმაზარი ძალა ზუსტად იმ თავისი პროფესიონალიზმის და სიღრმისეული ანალიზის გამო და სხვადასხვა შესაძლებლობების გამო, რომელიც აქვს და რომელსაც ზუსტად უსწავლოს დღეს ეს აბსოლუტურად საბჭოთა და დიქტატორული ხელისუფლება ხშირად გვესმოდა მზიას სახელი, მზია ამაყობელის სახელი და ზუსტად ახლა წარმოვიდგინოთ მზია არის ქალბატონი, რომელიც ფაქტობრივად აბაშიძის რეჟიმთან ჰქონდა პრობლემები, იმიტომ რომ იყო მედიის წარმომადგენელი,
შევარდნაძის შესაბამისად სააკაშვილის ხელისუფლებასთან, ეხანდელურუს ხელისუფლებასთან და ანუ აი ეს ზუსტად ეს არის ალბათ რომ ეს სინათლე არ უნდა ჩაქრეს, აი ეს არის რომ დგანან ადამიანები ამ შუქის ქვეშ და არსებობის და ცხოვრების საშუალებაც ეძლევათ და ეს მართლა მზის შუქივით არის